What's up YouTube? Salami ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ დღეს ბიჭები გვყავს სანულში ლეგენდარული გამოდის, ესე იგი ფაქტიურად MMA-ს მებრძოლი. როგორც უკვე მიხვდით, John Bones Jones-ი. მოკლედ რატო გადავწყვიტე მაგაზე ჩავწერო ფაქტიურად დღევანდელი პოდკასტი, იმიტომ რომ მომიხდა რაღაცა პატარა ისეთი მოკლე დიალოგი ჩემს მაგარ ბროსთან, ჩემს ძმაკაცთან ერთად იყო მიახლოებით გადაკვეთილი რაღაც გარკვეულ კემპზე, მიახლოებით ალბათ ერთი წლის წინ არც კი რა, მიახლოებით ერთი 8 თვის წინ და რაღაც საუბრები შედგა მოკლედ მაგასთან დაკავშირებით, მაგაზე ვილაპარაკებ მაგ დეტალებსაც და თან ისეთი პონტია, რომ ბოლო ხანებში რაღაც MMA-ს უყურებ ხშირად. პირველ რიგში იმას გავუსვენ ხას, რომ ჩემთვის ნომერი 1 მებრძოლები მათ პოსტაურიაზე არ არის, იქნებიან ჩვენი ქართველები. ბევრია სიმართლეში მაგარი ძალიან ჩვენი ბიჭი იქ, მაგრამ ეხლა რაც ფაქტიურად ისტორია დაწერეს, რა ვიცი, თოფურიებმა, მერაბამ, მოკლედ მან პროსტა ეგ არის, რა ვიცი, ისეთი საამაყო ყველა ქართველისთვის რაღაც მომენტი, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ ჯონს აღიარებენ ყველა ფაქტიურად, ვინც კი მაგ თემაში არის, თუ მივა საუბარი, ერთ-ერთი რაღაცა მებრძოლი, ყველა ამბობს, რომ არის ფაქტიურად ჯონსი მაგ სიტუაციაში და ბევრი ისეთი საინტერესო რაღაც სკანდალები იყო მოცული მაგ ტიპთან, ანუ ბევრი ისეთი გარკვეული რაღაცა ინფორმაციები არის გაჟონილი, რომ საინტერესოა რაღაც მაგ კუთხით მაგაზე ვილაპარაკებ. რაღაცა სტერიგზეც არის საუბარი, რაღაცა გარკვეული სერმსებზეც არის რაღაც გარკვეული ინფორმაცია. კვებაზეც არის ინფორმაცია, ხელიც ფაქტიურად ქონდა, თუ არ ვცდები, სტენ ეფრედინგთანაც ქონდა რაღაცა მუშაობის პროცესი და მაგ დეტალებზე ვილაპარაკებ დღეს. ინფორმაცია ბლომათა მაქვს აქ მოგროვილი ნოუთში დაწერილია, ეს დეტალურად მინდა ვილაპარაკო და ვილაპარაკებ ძალიან ბევრ ნიუანსებს. პირველ რიგში გავხსნი როგორ ვარიანტს. წონა სიმაღლეს. წონით იყო მიახლოებით პლუს მინუს მიახლოებით 110 კილო და სიმაღლით იყო 190 თუ არ ვცდებით 13. მაღალი, ანუ ანთროპომეტრია ხო ხვდებით ახლა, რომ ხელის სიგრძე, ფეხის სიგრძე ფაქტიურად მაგის მხრივ ბაზარი არ არის, ეგ არის. მეორე ნიუანსი, გენეტიკური ფაქტორი. თქვენ რო ხვდებოდეთ, ანუ იქ ჩხუბის ვარიანტი რაც არის რა, იქ გენეტიკა არის, აი უამრავი რაღაცა მხრივ უნდა იყოს დაბალანსებული, არა მარტო იქ რაღაცა გარკვეული ჯორული ფიზიკური ძალა რა. იქ კოორდინაცია, ბალანსი, რეაქცია, იქ ჩხუბის IQ-ს, აი ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს და ეხლა ეგ რომ მაგ ადამიანში იყო, მან ხო ბაზარი არ არის, მაგრამ გზად იმისა, რომ ორ-ორი ვარჯიშები დღის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ რაღაც კვების გარკვეული რაციონი, კვების რაციონზე არ მიკვის მაგ ბიჭების კვების ვარიანტი. თვითონ პირადად მე ვარ მაგ თემაზე დასაუბრები მაქვს ხამზად ჩიმაევთან. აქ რო იყო ჩამოსული ჩვენ საქართველოში და ძალიან ისეთ საინტერესო ვარიანტები არის მან. ფაქტიურად კვების რაციონებს ვინც უდგეთ მაგ ბიჭებს, ვინც ყავთ თავისი ნუტრიციოლოგები თუ დიეტოლოგები, ისინი რაღაც გარკვეული შესაბამისად კვების რაციონს რომ მისცემენ ბიჭებმა, რომ არ იფიქრონ გამოთვლებზე და რაღაცებზე, იქ ლოგიკური რაღაც გარკვეული კვების საკვები რაღაც კომპანიები რაც არის, უგზავნიან ლატოკებად. ანუ ლატოკებად უგზავნიან კვების რაციონებს და არის შენახული მათ სივარში. მაგალითად წერია ზევიდა პროსტა რაციონს, კვება პირველი, კვება მეორე, კვება რა ვიცი, მეხუთე და ხამზად ჩიმავი ზევიდან. ეგ მაგას იღებს და იქ всё, იცის რომ დღის განმავლობაში ეგ კალორიულობა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ პერფორმანსის თემაშიც არ დააკლდეს რაღაც გარკვეული პერფორმანსი. და შესაბამისად იქ წონის ნიუანსი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხოლმე აბარებს წონას, ძალიან ბევრს იკლებენ, ზოგი იკლებს, რავი, 10 კილოს, 12 კილოს, ზოგი იკლებს 7 კილოს, მოკლედ მაგ ნიუანსებსაც რო იყოს ერთად ყველაფერი ფაქტიურად აგებული. მაგ სიტუაციაში არის კვების რაციონი მაგათი დარეგულირებული. ამათ ვარიანტში არის როგორი პონტი. ნახშირწყლებზე თუ მივა საუბარი, ყოველთვის პრიორიტეტი არის ბრინჯი. აქვს ბრინჯი რატო? ბრინჯს აქვს ორი გარკვეული რაღაცა მომენტი. როგორც კლებაზე შეიძლება რომ გამოყენდეს, ისევე ფაქტიურად მატების ვარიანტში. და მხოლოდ ერთი ინდიკატორი შეიძლება რომ ჩვენ შევცვალოთ მათ. თუ გვინდა რომ მოცულობა მაქსიმალურად ბოჭკოს ხარჯზე გავაფუოთ, ანუ გავადიდოთ, ლოგიკურია რომ ჩვენ დავასხავთ მე წყალს. მე მაგალითად დილით დღეს ავიღე 130 გრამი ბრინჯი მაქვს დღეს. ავწონე და მოუხარში დავასხი წყალი მიახლოებით 900 მილილიტრი და მოცულობა გავადიდე, გავაფუე. ვისაც თქვა პირიქით მომატება გინდათ ბიჭები, მაგ სიტუაციაში პირიქით წყალი არ დაასხათ ბევრი. დაასხით მაქსიმუმი მიახლოებით 3-3.5 ანუ მაგალითად თუ 100 გრამს აიღებთ ბრინჯს, დაასხით მიახლოებით 300-350, მაქსიმუმ 400 მილილიტრი. რომ მოცულობა გამოვიდეს მაქსიმალურად ნაკლები. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბრინჯი ეს ფაქტობრივად უკრახმალი. ის კრახმალი, ნახშირწყალი რო ხვდებოდეთ, თუ მივა საუბარი სპორტზე, ჩვენთვის ნახშირწყალი არის პრიორიტეტული იმ პონჩი, რომ მაქსიმალურად გლიკოგენი, ანუ წავიდეს მაქსიმალურად გლიკოგენში, გლიკოგენი ჩვენი გარკვეული რაღაცა აერობულის პერფორმანსი არის. ამიტომ ყველაზე იმ პონჩი არის მაგარი ბრინჯი, რომ რამოდენიმე პლუსი აქვს. პლუსი ის, რომ
კრახმალია და მიდის ფაქტობრივად კარგად ჯიგრულად გლიკოგენში. უზომოდ კაი ის არის, რომ შიგნით ბოჭკო ბევრი, ანუ ფაიბერი არ არის და ანუ კუჭის რაღაცა გარკვეული შეფერილობას და სიმძიმეს არ გამოიწვევს, ანუ ვაფშე უპრობლემოდ ჩაწვება კუჭი, მონელდება იდეალურად. და მეორე ფაქტობრივად ნახშირწყალს რასაც უბერავენ კარტოფილს. ეხლა კარტოფილი იქით ამერიკაში უფრო არის sweet potato, რაც არის ბატატს რო ეძახიან ფაქტობრივად. პროსტო ჩვენთან აქ ძვირია საკმაოდ, რომ ეგეც მაგარია. და უზომოდ დიდი პლუსი ფაქტობრივად ის არის კარტოფილების, რომ შიგნით არის პოტასიუმი, კალიუმი რა, რაც უზომოდ მნიშვნელოვანი არის, რომ შესაბამისად წყალი შეაჩეროს უფრო კუნთებში პოტასიუმმა და მოხდეს ბალანსი. სოდიუმის და პოტასიუმის ბალანს სპორტსმენის ცხოვრებაში აი პროსტა აქვს აი უზომოდ დიდი მნიშვნელობა ფაქტობრივად. ბევრი სოდიუმი არ არის ბიჭები კაი რა. ამასობაში აი უნდა იყოს ბალანსი, ანუ ცოტა სოდიუმიც ეგეც ცუდი არის რაღაც გარკვეულ ვარიანტში რა და ამიტომ ეგ სიტუაცია რაც ნახშირწყლების თემა ბიჭები ეგენი უბერავენ პროფესიონალები რაც უფრო არის ეგენ მეწევს როგორც თქვი ბრინჯი შესაბამისად და კარტოფილი. შეიძლება აქვთ ხოლმე ძალიან ცოტა აქვთ ტოსტი გარკვეულად. ზოგი შეიძლება უბერავს ცოტას ხოლმე oatmeal აი იგივე შვრია, ხომ? ეგეც ცოტა რაოდენობით. შვრია და მსგავსი რაღაცები შვრიაც, წიწიბურაც მე რაღაცნაირად კვებისაციონებში სპორტსმენებს ჩემ ბიჭებს არ უწერ. იმიტომ რომ ფაიბერი რაც არის და უჯრედისი რაც არის, ეგ არის უფრო ალბათ იმ კატეგორია ხალხისთვის, ვისაც უნდა წონის დაკლება. დანაკლების ვარიანტი ერთი, მონელება რომ მოხდეს კუჭნაწლავის სისტემის ფაქტობრივად ფაიბერის, აი თქვა თუ ავიღოთ უხეშად 20 გრამი მაგალითად უჯრედისი, დღეს განმავლობაში ადამიანი თუ იღებს, კუჭი ხაჯავს ძალიან დიდ ენერგიას მაგის მონელებაში. ეგეც გარკვეული რაღაცა პლუსი არის, თუმცა კალორიების დეფიციტში ვართ. თუ მიდის საუბარი სპორტზე და პერფორმანსზე მიდის საუბარი, არა, უფრო უნდა იყოს მაქსიმალურად ადვილად მოსანელებელი ნახშირწყალი წავიდეს იმენა, სადაც საჭიროა კუჭზე არ წავიდეს კუჭნაწლავის სისტემის მექანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ ეგეც ენერგოგანახარჯიანი არის. ანუ ფაქტიურად როცა რაღაცა რაოდენობა საჭმელს ჩვენ მივიღებთ, აი თქვა თუ ყოფილხართ სანმე თქვა საკეიფოდ, დამჯახართ და ბევრი გიჭამიათ. სისხლი და რაღაც გარკვეული ენერგორესურსები მიდის იქ მონელების ვარიანტში და მე უკვე შესაბამისად პერფორმანსისთვის რაღაც გარკვეული ენერგიის დონე გაკლდებათ. ამიტომ ბევრი, აი რასაც ქვია ბოდიში ეს სიტყვა გაძღობა თქვა და აი ბევრი ჭამა თუ მიდის საუბარი აერობულ პერფორმანსში, აი ცვეთში იმინა არა რა. ძალის მეში კიდე შეიძლება სად თქვა აი სინგლები უნდა გააკეთო, რასაც უბერავენ, თქვა სამჭიდელები რაც უბერავენ, თქვა სტრონგები. იქ ბევრი სარბენი და რაღაცები არა, ის იქ მიდიხარ თქვა აწევი ორჯერ სამჯერ ბაზარი არა. თუ მიდის საუბარი აერობიკაზე, არა, მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმინა რომ უნდა იყოს პორციები ჯობია ნაკლები. 4 თქვა კვების რაციონი 3-4 თქვა ძირითადი კვება რაღაცა თქვა 1-2 სნაკი რა. ჯონსის მაგ სიტუაციას უბერავს. ჩვეულებრივ ცხიმებზე თუ მივა საუბარი, რა თქმა უნდა, ავოკადო, კვერცხის გულები, საქონლის ხორცი, თუ მივა საუბარი ცილაზე, მათ ყოველთვის ერთი იგივე არის თქვა, რაღაც გარკვეულად თევზი უცხიმო, ქათმისფილე, საქონლის ხორცი და კვერცხი რა. პროტეინის შეიქები, არაფერი განსაკუთრებული. ჯონსის თემაზე თუ მივა საუბარი, კიდე მალინა, ეს ისინი აქვე, რასბერი, ბლუბერი, ეგ კუთხე ვასებოდა, მაგებს უბერავდა ხოლმე სნაკის ვარიანტში. რაც შეეხება ფაქტიურად რაღაცა ვარჯიშის თემებს და რაღაცას, საინტერესო აქ ისეთი ინფორმაცია ამოვარდა, რომ დედლიფტი ქონდა 272 კილო. ცეთში გეუნებით, რომ ბევრი არის რა, ანუ ადამიანი ვიტყოდი როგორ თემას, თუ მივა საუბარი რაღაცა ისეთ ფიზიკურ აი ერთჯერად რაღაცა ჯანზე, სადაც აი ადამიანი რომ მიხვალდა, ადამიანს რო შეხედავდა, რომ ითქოს, რომ იმენ რასაც ქვია ჯანზია რა. რომ მივა დარბაში, ეგ არის bench press-ი რა. იმიტომ რომ bench press-ი ყოველთვის უფრო სკეპტიკურად უფრო რაღაცა კუთხით მიმიზნული იმ პონჩი, რომ აი bench press უნდა კომფორტი, უნდა კონდეს ნორმალური X-კამი, უნდა დაწვე, წოლითი პოზიცია ყველაზე easy პოზიცია, ანუ ყოველთვის, ან როცა ჩვენ ვისვენებთ, ყოველთვის წევართ. და აი ყველაზე ალბათ რთული არის deadlift-ი და squat-ი რა. და აი deadlift-ი არის იმენა ისეთი, აი რასაც ქვია გენეტიკური ჯანი თუ გინდა, უნდა ადამიანი მივიდეს თქვა, აი თქვა თუ ვაფშე არ ვარჯიშობს და გინდა რომ დატესტო თქვა, რამე ჯანზე არის თუ არა, უნდა ასწევი რომ deadlift-ი რა. თუ ერთი 150, 160, 170 ეწევა, ესე იგი წელი აქვს, კაროჩე ძლიერი და თუ ადამიანი თქვა უაქცენტოდ წელს არაკეთებს და უაქცენტოდ ეწევა 200, 220, 230, დაჟე 250, ვიცი ბიჭები ფიზიკურად არიან ჯანზე რა და ხერხემლის მაინც იმას ვიტყოდი რომ მე ფეხები ჯანზე მაქვს შედარებით გენეტიკურად, იმით რომ როცა ვიყავი მოზარდი ფაქტიურად რომ მიველი დარბაში პირველად 14 წლისა 15-სამ 16-სამ უკვე დავიწყო ვარჯიში ფანატიკურად ვიყავი შეყვარებული შეიძლება ითქვას ტომპლაცზე ბოდიბილდერი იყო ფაქტიურად 80-იანების და ეგ იყო ცნობილი ფეხები და აუ ფეხებს იმინა ვკლავდი მაგის პროგრამებს ვარჯიშებდი და იქიდან რაღაცა გარკვეული ბაზა ჩამომიყალიბდა ამ ფეხების რა და მაინც ვიტყვი იმ სიტუაციას რომ პირველ რიგში მაინც ხერხემლის ჯანმრთელობა არის პირველი იმიტომ რომ დაჟე თუ ხერხემალი და ზურგი ვერ გიქაჩავს სტაბილიზაცია რო გადმოიღებ თქვა შტანგაზე პლისტანიაზე მაინც ზურგი ვერ გაქაჩავს მაგ სიტუაციას რა და ამიტომ წელი ადამიანს როცა აქვს ძლიერი ხერხემალი ეს კაროჩე ეს ვარიანტი ეგ არის ალბათ პირველი ძალიან მაგარი გენეტიკური პლუსი რა კვების ნიუანსები ახსენი ფაქტიურად ვარჯიშის თემები
თქვილაითად სტენეფერდინგია ვარჯიშობდა მაგას ფაქტიურად და ჯორდან ჩევესი. თუ არ ვსწრები ეგ იყო როცა მაშინ პიკ 0-ს რო გამოდიოდა მიახლოებით ალბათ 5-6-7 წლის წინ რა. რაც შეიძლება ითქვას რაღაცა გარკვეული ინფორმაციები რაც არის გავარდნილი რაღაცა თქვათ ასტერიქსზე ამ მსგავს რაღაცებზე რა. ტურინაბოლზე არის ინფორმაცია რომ არის ჩავარდნილი და დადებითი რაღაც გარკვეული ის მოუვიდა, პასუხი მოუვიდა რა მაგ სიტუაციაზე. 2014-ში იყო რაღაც დადებითი ფაქტიურად ტესტი კოკაინის მეტაბოლიტზე ფაქტიურად. ეგეც იყო მაგ სიტუაციაში და მაშინ არაფერი ისეთ განსაკუთრებული არ მოხდა რა, მარტო უბრალოდ ჯარიმა. მისცა UFC-მ თუ არა ვსწრები $25,000, როგორც აქ ინფორმაცია ფაქტიურად არის. და ყველაზე მთავარი ხარ არის საინტერესო. კონფენზია ჩავარდნილი. კონფენი ფაქტიურად ცუდი არის იმ კუთხით, რომ ცოტა შედარებით დიდი ხანი ჩანს დოპინგ ტესტს, იმიტომ რომ მოლეკულა აქვს ფაქტიურად ზუკლომიფენის. ანუ უფრო რაღაც ეს თვარიანი შეიძლება ითქვას, რომ მობინძურო არის ფაქტიურად სერმსი. და თავარი შეკითხვა ჩდება, რომ ჩემი ვარაუდით ეგ არსაოდა იმიტომ კლომიფენს რომ როგორც ტესტო ბუსტერი რომ თქვა LH-ი აეწია და შესაბამისად მე კონვერსიით ტესტოც რა და მე უფრო ვფიქრობ რომ ალბათ პროსტა უბერავდა რამე ტაბლეტი რო ან სტერიქს გინას თქვა ტურინაბოლს და ვიღაცამ თქვა ურჩია ან სამე თქვა ფორუმზე ეხალხი ჩოლბრი კი ფორუმებიც არ გებულობენ კითხულობენ რაღაცეებს ანონიმური ფაქტიოდ ისეთ ვარიანტში პროფილებით და იქ ვიღაცამ ურჩია ვიღაცამ თქვა ახლობენ ურჩიან დარბაში როგორც ხდება ხომ ურჩია რომ ტურიკის შემდეგ შესაბამისად რომ LH FSH-ი ჩვენი ფაქტობრივად ველი არის ჩამქრალი, უნდა მიიღო რამე სერვისი და კონფენი კლასიკურად. ალბათ უფრო მაგ სიტუაციაში გამოიყენებდა და ჩავარდა. კონფენი საერთოდ ჩანს დიდი ხანი ფაქტობრივად და ეგ აქვს მაგას ძალიან დიდი მინუსი რა და რაც შეიძლება ითქვას ესე იგი ტურინაბოლზე ზოგადად. სტერიკების თემა თუ მივასაუბარი MMA-ზე, გამძლეობაზე და უფრო აერობულ სპორტზე, ახსნი ახლა ჩემს მოსაზრებას ვილაპარაკებ ჯიგრულად, იმიტომ რომ გამოცდილება ცვეთში მაქვს ის თანოსის წყალს დავლევ. თანოსი სვავდა ხოლმე ესე წყალს გალაქტიკაში, ქონა ხოლმე ცალკე რაღაც გარკვეული დაბურგული წყალი მოსდიოდა და ესე წყალს სვავდა ხოლმე და მეც ამას უბერავ. ესე იგი როგორი თემა არის? ჯერაც ერთი ახსნი როგორ ნიუანს. არის ორი კატეგორია საერთოდ მებრძოლები. არის კატეგორია და უფრო ხალხიც. კატეგორია რომლებიც უფრო არიან ძლიერები, ფეთქებადები და აკეთებენ უფრო აი მოკლე ანაერობულ სპრინტებს საჯიგრულად, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობა სულ თქვა უჭირთ. არის კატეგორია ნაბაროდ მეორე, რომლებიც არიან აი რა ვიცი, იმინა როგორც აი კატები, კაროჩე, რო არ იღლებიან ვაფშე, მაგრამ ისეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემები არ აქვთ. რომ მოხდეს რაღაცა გარკვეული ბალანსი ეგ ადამიანზე არის დამოკიდებული უფრო რაზე უნდა რომ პრიორიტეტი გააკეთოს. თუ ეხლა ადამიანს თქვა აქვს, აი როგორც მაიკ ტაისონი თქვა, რა ვიცი, მაიკ ტაისონს უფრო შედარებით დიდი ხალხა სამობდნენ რომ არ ქონდა, მაგრამ ქონა არანორმალური udari. ეგ არის გარკვეულად ადამიანი უფრო რას გადაწყვეტს თავის როგორ პრიორიტეტს აირჩევს. თუ ადამიანს აქვს უფრო შედარებით სუნთქვითი პრობლემები, მაშინ მასეთ სიტუაციაში პირველ რიგში ბარდება და ვნახულობთ ჩვენ სისხლის ფიზიოლოგიას, ვნახულობთ ფაქტიურად უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც არის ფაქტიურად განძლეობისთვის, ბევრი მაგ არის ის ამ. თუ თქვენ ნორმალურად არ გაქვთ ორგანიზმში რკინის ბალანსი, საიდანაც უნდა წარმოიქმნას შესაბამისად ჰემოგლობინი, ერიტროციტები და არ მოხდეს შესაბამისად მაგის რაღაც გარკვეული ბუსტი, გაგიჭირდებათ ნორმალურად სუნთქვა. ადამიანს თუ დაბალი აქვს ჰემოგლობინი და დაბალი აქვს ერიტროციტები, ანუ გადატანა ჟანგბადის შესაბამისად იქნება კუნთებში ძალიან უფრო რთული. ადამიანს უფრო სუნთქვა გაუჭირდება. ეგ არის ერთ-ერთი ნიუანსი, ამიტომ თუ ვაბარებთ სისხლის საერთოს და აი ქვამახვილებთ ყურადღებას ვნახულობთ ჰემოგლობინს და ერიტროციტებს, რაც უფრო მაღლა არის, ან თქვა შუაზე ზევით არის ეფერალურზე, ეგ არის უფრო უკეთესი. ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი კიდე არის ფერიტინი. ფერიტინი არის ეგ არის როგორც რაღაც გარკვეული, აი წარმოიდგინეთ რომ არის რაღაცა გარკვეული, რა ვიცი, ჩვენი ორგანიზმი და სისხლი რომ მოძრაობს, არის რაღაც გარკვეული, რა ვიცი, მდინარე და გარშემო არის რაღაცა გარკვეული საწყობები ფაქტიურად რკინის ამ დინარისთვის. ეგ არის აი ფერიტინი, მარაგიან ორგანიზმში რამდენი არის. რატო ამახვილებ ყურადღებას ამას იმენა MMA-ს და გამძლეობის თემაზე რა. რაც ადამიანი უფრო მეტს სუნთქავს და მეც უფრო დაკავებული ციკლიკით, გახარჯვა ფაქტიურად შესაბამისად რკინის და დახარჯვა ფაქტიურად ამ ერიტროციტების ჰემოგლობინის მექანიზმის უფრო აქვს გაცილებით მაღალი. ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც პროსტა კაჩაობს და ფამფაობს, მაგას ბევრი რკინა სვეტში არ დასჭირდება და ჩემი დიდი ვარაუდით, ერთი აი 60-70% უფრო ფერიტინი ექნება ნორმაში. და ბიჭები, ვინც ძალიან აქტიურად სუნთქავთ, ჩააბარეთ, შეიძლება ელემენტარულად ფერიტინი გაქვთ პროსტა დაბალი, გაქვთ, რა ვიცი, 30-40 ქვედაზღვართან ან 50 და ეგ არის ცუდი და ელემენტარული დამატებული რამე ხელატური რკინის მიახლოებით ერთი თვის განმავლობაში პროსტა მაგრად მოგგუსტავთ იმინა სუნთქვის თემაში. ეგ არის ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი ფაქტიურად, თუ მივასაუბარი რომ თქვა უფრო გამძლეობაზე კეთდება აქცენტი, მან უბრალოდ მიტოქონდრიებს აქვს, აი უზომოდ დიდი მნიშვნელობა რა.
თუ მივასაუბარი ახლა კიდე გზად რაღაცა თქვა სასუნთქო ვარიანტში, ასე თქვა, აი სუნთქვას ხსნის და რაც აკეთებს უფრო მაგ მექანიზმს, აი როგორც არის თქვა კლენი, კლემბუტეროლი და არის თქვა ცალბუტამოლი, რომლებიც უფრო ხსნიან ფილტვების მუშაობას. მან ნიუანსი ის არის, ეგრეთ დოპინგ ტესტზე ჩანს ფაქტიურად ეგ არის რა და თუ მივა მაგ სიტუაციაში რაღაცა როგორც ალტერნატივა სუნთქვის ვარიანტში, რაც გვეხმარება არის ესეთი ფაქტიურად ნივთიერება, ქვია სახელი თეობრომინი. ეგეც შეიძლება რომ მაგ კუთხით განვიხილოთ როგორც რაღაცა სასუნთქი ვარიანტი. და როგორც თქვი, ნორმალურად უნდა გქონდეს სისხლში ერიტროციტები და ჰემოგლობინის დონე. მიტოქონდრიების ჯანმრთელობას თუ მივასაუბარი, მან პროსტ არჩევანი შეიძლება იყოს აი ძალიან ბევრი. მეთილენი, უროლითინი, როდიოლა, თუ მივასაუბარი პეპტაიდებზე, პეპტაიდებიც არის უზომოდ საინტერესო, იმიტომ რომ პეპტაიდები დიდი ხანი დოპინგზე არ ჩანს, ანუ ფაქტიურად ეგ არის აი ამინომჟავების რაღაც გარკვეული ჯაჭვებია, რომლებიც მეტაბოლიზდება ისეთი რაღაც გარკვეული მექანიზმით, რომ ჩანს მიახლოებით მაქსიმუმი 1 აი 10-15 დღე უხეშად. და მაგით არის კაი, რომ შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რომ ინტენსიურ პერიოდში, როცა ვართ დატვირთვებზე, ეგენი უბეროთ ფორმა მაგით ჯიგრულად ჩვენ მოვიყვანოთ ხოთზე და მე შესაბამისად ახლო შეჯიბთან ეგენი ამოვიღოთ. თუ მივასაუბარი თქვათ ჩხუბის ვარიანტზე და MMA-ზე, მან რა თქმა უნდა ცვეთში იქნება უეჭველი კომბინაცია მოცი და ეს 31 მან პროსტა 200-ზე არ არის და ცუდი არ იქნება ფაქტიურად რამე დისჰორმონის სეკრეტოგოგი. გინას თქვათ წავა ტესამორელინი, გინას წავა CGC 1295, ვისაც ინიექციები არ გეზარებათ, თავი ბაზარია ჩვეულებრივი CGC იყოს, ვისაც ინიექციები გეზარებათ და მე ცვეთში მაგას გირჩევთ, უფრო აიჩიეთ მოლეკულარო აქვს დამატებული დაკი რა, რომელიც უფრო პროლონგირებული მოქმედების არის. იმიტომ რომ ხალხებად და გავიწყდეთ და რავი, ეს წარმოგაჩ ხრეტები რა საჭიროა, შეიძლება ეს გაკეთდეს ყოველ 5 დღეში ერთხელ და ყველაფერი იქნება იდეალურად. შეიძლება დაში განიხილოს კაცმაც იპამორელინის მაგ თემაში შეიძლება დისჰორმონის. დისჰორმონს ფაქტიურად ის აქვს ახლა ძალიან დიდი მინუსი, რომ ახლა რაც კი შემოდის ზოგადად, რაც კი აწარმოებენ და აკეთებენ ზოგადად, არ არის იდეალური ხარისხით და უბრალოდ ცოტა აკავებს ნატრიუმს ფაქტიურად რა, წყალს აკავებს. ჭარბი შეკავება ფაქტიურად ნატრიუმის აერობულ პერფორმანსს განსაკუთრებით გვაკლებს, ანუ უფრო ვიჭედებით, უფრო გვბერავს ფაქტიურად. ამიტომ ყველაფერს უნდა მაგ კუთხით კონტროლი. დალშე, რაც ახლა ფაქტიურად მე ვილაპარაკე, უნდა კიდე აღინიშნოს უზომოდ მნიშვნელოვანი ბალანსი არის საჭირო ესტრადიოლში. ესტრადიოლი ალბათ არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰორმონი იმპონჩი, რომ აი პროსტა იმდენად საინტერესოა და იმდენად მაგარია და იმდენად ამასობაში კიდე არის აი თქვა რაღაც ვარიანტში ცუდიც იმპონჩი, რომ ფაქტიურად თუ ერთ-ერთი ის აქვსო, აი ვისაც მიდრეკილება აქვს, აი ძუძუს თავებში რეცეპტორები აქვს ანაქტიური გინეკომასტიტ კუთხით, შეიძლება რომ ესტრადიოლი პროსტა ელემენტალურად რეფერალურზე, აი თქვა თუ რეფერალური ზღვარი არის 40-ზე, 55-ზე, 60-ზე, 65-ზე ავიდეს და უკვე დაიწყოს ფაქტიურად გინეკომასტიტიან წარმოქმნა. და ვიღაცა შეიძლება ქონდეს 200 და ვაფშე პოხვიან რეცეპტორები არ აქვს შესაბამისი და არ მოვა გინეკომასტია. ეგ აქვს ცუდი, მაგრამ უზომოდ სასარგებლო ჰორმონი არის. ქალურია, მაგრამ უზომოდ სასარგებლოა. სინევილური სითხის გამომუშავება ეგერთი. ნორმალური დრაივი, ნორმალური განწყობა, ანუ ნეიროსტეროიდული ფაქტიურად რაღაც გარკვეული კუთხეს თუ შევეხებით ტვინში, ძალიან დიდი წვილი უჭირავს მან. თუ მივასაუბარი კიდე ფაქტიურად ლიბიდოზე და ნორმალურ ერექციაზე, ესტრადიოლს აქვს უზომოდ დიდი მნიშვნელობა და უზომოდ დადებითი ბენეფიტები. და ყველაზე ალბათ თავად იმას ვიტყოდი კიდე რომ ძვლების მინერალიზაციაზე თუ მივასაუბარი, ძალიან დიდი წვილი მანდაც უჭირავს. ამიტომ აი ლეათ მომდის ანალიზები, ზოგი არიღებს კონსულტაციას პროსტა კიკონ შეხედე და სულ დაბალი აქვს ესტრადიოლი. არ არის ეგ კარგი, ცვეთში გეუნებით ეგ არის ცუდი. განწყობა, ლიბიდოც, ძალაც, აი მე მაგალითად ესტრადიოლი რომ აქვს ხოლმე მიახლოებით რეფერალურზე ცოტა მაღალი, აი თქვა 55-ან 60, მაშინ აღვგზნობ თავს უფრო ჯანზე. როგორც თქვა დაბლა ჩამომდის, ეგრევე ძველი ტრავმები რაც მაქვს, აი დაყვი, მუხლი სრაზუ მაწუხებს. ამიტომ ესტრადიოლს დაჟე რაღაცა თქვა აი საბრძოლო ეს ხელოვნებები სადაც არის ჩართული, სადაც ბევრს თქვა დარტყმებს ვაკეთებთ, დაჟე ცოტა მაღალის თუ არის ოდნავ რეფერალურზე და არ არის სიმპტომები გინეკომასტიის და ძუძუს თავებზე ხელებს ვიჭერთ, ძალიან ვიდებთ და ვაფშე არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს, ვაფშე პოხვი იყოს ოდნავ მაღალი. ეგ სიტუაცია არის თუ მივასაუბარი იმენა აი სახსრების და მყესების ჯანმრთელობაზე რა. ოდნავზე თუ მივასაუბარი. ამიტომ როგორც თქვი ფაქტიურად, რამოდენიმე ფაქტორი არის რა და გზად კიდე ყოველთვის უნდა ის თქვა, რომ ეს რაც თქვი, ამის გარდა სხვა ანალიზებიც ყველაფერი უნდა გქონდეს ნორმაში. აი არ არსებობს რა, თირკმლების მუშაობა გვიძლია, მოკლედ ყველაფერი უნდა იყოს ჯიგრულად დახვეწილი. რაც შეეხება ფაქტიურად სხვა რაღაცა დოპინგის თემებს თუ შევეხებით ჯონს, არის ორი რაღაცა განხილული. ერთი არის ფაქტიურად კომიფენი.
მეორე არის ლეტროზოლი. განსხვავება ის არის, რომ ლეტროზოლი ფაქტობრივად არის ინგიბიტორი არომატაზის, თან საკმაოდ ძალიან ძლიერი, თუ არა ვთქვი ექსტეროიდული ინგიბიტორი არის, რომელიც გუდავს იმინ არომატაზას რა და კლომიფენი ეგ არის სელმსი უფრო, ეგ უფრო არის სელექტიური, უფრო ფაქტობრივად როგორ ვთქვა, ანუ მუშაობს უფრო სელექტიურად LH-ზე. ანუ აქტიურებს უფრო LH-ს, ლოგიკურია ჩვენ ვიცით, რომ რაც LH-ი უფრო გააქტიურებულია გიპოფიზიდან გამომდინარე უფრო და დაქოქილი გვაქვს გიპოფიზი, უფრო სიგნალები კაკლებში მიდის უფრო კაკბის სტიმულივით, რომ კაკლებიდან ნორმალური რაოდენობა ტესტი წარმოიქმნას. ნორმალური ტესტზე თუ მივასაუბარი, ეხლა ხანს მქონდა პოსტი ბიოქაოში თუ რა ვწდები და დაჟე მე მგონი ჩემთანაც Facebook-ში გავაზიარე, რომ ჩვენი ენდოგენული წარმოქმნა ჩვენი კაკლებისა არის საშუალოდ მიახლოებით დღის განმავლობაში 4-დან 10 მგ-მდე. ანუ თქვენ რო ხდებოდეთ უხეშად თუ აი საშუალო თქვათ გაქვთ ტესტიკულები ნორმალური ფიზიოლოგიურად გაქვთ კვირაში მიახლოებით, რა ვიცი, აი 50-დან 70 მგ-მდე რა და ნუ ეგეც რაც არის ფაქტობრივად ჩვენ ფიზიოლოგიამ და ბუნებამ რაც მოგცა. ნუ ალბათ ეგესია საჭირო ესე გათვალა ფაქტიურად ნატურალებს ყველა სალამი და მაგ კუთხესაც ფაქტიურად არ მაგით აქტიურდება უფრო კლომიფენის და სხვა გარკვეული სერმსების რაც არის რა, რაც არის კი ტორემიფენი, რაც არის ენკლომიფენი, მაგის მექანიზმი და ლეტროზოლი ეგ არის ინგიბიტორი, ეგ არის იმენა გამანადგურებელი ფაქტიურად არომატაზის რა და ლეტროზოლი ისეთი პრეპარატია რომ მე ცოტა არ მევასება ეგ. მე კლასიკური ფაქტიურად არასტეროიდული ინგიბიტორი არომატაზის ფაქტიურად რაც არის ანასტაზოლი კლასიკა მე ხო შენთ მეც გავდივარ მაგი და ჩემი კლიენტურას. ამიტომ ეს ვარიანტი ქონდა, ესეც ალბათ იმისთვის ქონდა, რომ შეიძლება ელემენტარულად პროსტა ბევრი ვერც წარმოიდგეს, მაგრამ კი თქო რო ხდებოდა ჩავი ბაზარი ფარმაკოლოგიისა ყველგან არის ზოგადად და შეიძლება იქაც ამერიკაში რომ დაიციო თქვა ადამიანად თქვა ტურინაბოლი. ტურინაბოლს ის მოლეკულა აქვს განსხვავებული რომ მეთანისგან. მეთანი ტურინაბოლი არიან როგორც გარკვეულად უფროსი და უმცროსი ძმა. უფროსი არის მეთანი, უმცროსი არის ტურინაბოლი. პროსტა უბრალოდ ტურინაბოლი არის დახვეწილი და ამოღებული ის გარკვეული მოლეკულა, რომელიც აკავებს წყალს და რომელიც აკეთებს ინგიბირებას არომატაზაში. ანუ ტურინაბოლი თქვენ თუ ნაღდი ორიგინალი დაითრიეთ, მაგისაგან ესტრადიული არ აიწევს. თუ ესტრადიული იწევს ტურინაბოლისგან, ესე იგი სამწუხაროდ თქვენ სვავთ ფეიქს და შიგნით არის სიმართლეში მეთანი. თუ მივასაუბარი შედარებაზე და თუ მივასაუბარი რაღაცა გარკვეულად სოლოს დალევაზე. რა თქმა უნდა, ჩხუბის ვარიანტში უფრო რაც ნაკლები წყალი როგორც თქვი ტურინაბოლი, ხო, მაგრამ ერთი ნიუანსი უნდა იცოდეთ, ბიჭები, ვინც თქვათ უბერავთ ამ ჩხუბის ვარიანტებს. ცოტა ესტრადიული საჭიროა მაინც. თქვენ როცა უბერავთ თქვათ გარკვეულად რომელიმე სტერიქს, მოკლე პერსპექტივაში ვერაფერს პრობლემას მაინც და მაინც ვერ გაიგებთ მაგ კუთხით, მაგრამ აი თვეზე ზევით თუ აპირებთ, თვენახევარ ზევით თუ აპირებთ, ცოტა ესტრადიოლიც გჭირდებათ. თქვენ თუ ტურინაბოლს იღებთ, ნაღდ ორიგინალს. ტურინაბოლისგან შესაბამისად მოხდება რა? LH, FSH ჩაწვება, თქვენი ბუნებრივი ტესტოსტერონი იქნება 0-ში წვეთში, რაც ტესტოსტერონი გექნებათ დაბალი, ლოგიკურია რომ კონვერსია საიდან მოხდება არომატაზაში, ანუ ის ესტრადიოლი რაც არის, ის დონე იქნება, შეიძლება დაჟე ოდნავ შეიძლება ჩაქვეითდეს. და როგორც თქვი რომ ესტრადიოლს აქვს უზომოდ ბევრი დადებითი კიდე ნერვულ სისტემაზე. ამიტომ ან თუ დიდხანს აპირებთ, ცოტა ეგზოგენური უნდა დაამატოთ რამე ტესტის ვარიანტი, ცოტა გინაც აი დაჟე პროპი ვთქვათ, რავი 30 მგ ვთქვათ, 35 მგ ვთქვათ გეგამოშვებით. ან გინდა ცოტა ქორიუმული გონტროპინი, რომ ცოტა შესაბამისად ესტრადიოლიც გქონდეთ რა. საერთოდ მეთანი მოიგონეს უფრო ჰორმონ-შემცველი თერაპიის ფონდში, რომ ანაბოლური თვისებებიც აქვს შესაბამისად. და დადებით ის აქვს რომ კონვერსიას აკეთებს ესტრადიოლში, ანუ ესტრადიოლი ცოტა იწევს რა მაგისაგან და თუ მივასაუბარი ხარ ჩხუბზე, მაინც უფრო ტურიკი იქნება ცოტა პრიორიტეტული რაღაცა გარკვეული ნიუანსებით რა. ეგ არის ფაქტიურად რაც არის ამაზე ინფორმაცია. ნათქვამი აქვს თავის გამართლების კუთხით რომ კლომიფენზე როცა ფაქტიურად ჩავარდა, რომ დათრეული ვითომ მქონდა რაღაც გარკვეული სიალისის ტაბლეტები და სიალისი შეიძლება იყო რაღაც გარკვეული იქრამე მეტაბოლიტი კლომიფენის. შეიძლება ეგეც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ თვითონ ნედლეული რომ ხდებოდეთ გინა სიალისის და გინა თქვა კლომიფენის და ენკლომიფენის არის იაფი და არ არის გამორიცხული რომელიმე თქვა ფარმაკომპანიები რომელიმე აკეთებდნენ ერთმანეთში ურევდნენ კლომიფენს და პახოდულ სიალის. აი ახლა ვიტყვი პროსტა მეგა ექსკლუზიური ინფორმაციას და აგიხსნით რამდენიმე მექანიზმს. ცუდი აქვს კლომიფენს, ენკლომიფენსგან ის განსხვავება რომ არის შიგნით მოლეკულა ზუკლომიფენი. ზუკლომიფენი ფაქტიურად რაც აქვს ყველაზე ცუდი და კლომიფენზე ბევრ კლიენტურას უთქვია რომ სექსი აღარ უნდათ კი, იმიტომ რომ შესაბამისად ეგ აქვს, ისა რომ ლიბიდო ქვეითდება ცოტა როცა ხანგრძლივ პერსპექტივას უუბერავთ. იმიტომაა, კაი ვიძახის რომ ენკლომიფენი სუფთა
რომელიც ლიბიდოზე პრობლემას არ ქმნის. ორივე ბუსტავენ LH-ს, მაგრამ ცუდი აქვს ეგ ფაქტიურად კონფესს რომ ლიბიდოს აქვეითებს შესაბამისად რა და შესაძლებელია რომ რომელიმე კომპანია ეშმაკურად ყიდი და შესაბამისად კომიფენს და რომ შეემცირებინა შესაბამისად ლიბიდოს დაქვეითების მექანიზმი, შიგნით ცოტა ამატებდნენ სიალის და ყიდიდნენ სიალისის კუთხით უბრალოდ. ანუ ვითომ გაყიდეს თქვა როგორც სიალისი და რადგან კომიფენის ნივთიერება თვითონ ის ძალიან იაფი, ამატებდნენ მაგასაც რომ შესაბამისად ცოტა ვინმე თუ ჩააბარებდა ტესტი აიწევდა, ცოტა ვინმე ჩააბარებდა LH-ი და ეგონებოდა ადამიანს რომ სიალისისაგან ააქექ. მაგრამ სიმართლეში შინ დამატებული შეიძლება ყოფილიყო ერთ ტაბლეტზე, რა ვიცი, 5 მგ მაგალითად კომიფენი რა. ამიტომ თქვენ რო ხვდებოდეთ ერთ ნიუანს, რაც კი მსოფლიოში ახლა ხდება ფარმაკოლოგიური კუთხით, უზომოდ ბევრი ფეიქები არის და უზომოდ ხარისხიანი ფარმის დათრევა, თქვენ რო ხვდებოდეთ, პრიმობულანია ძალიან დეფიციტში, მასტერონი, ჭირის ახლა ნორმალური ფარმაკოლოგია რა და ანალოგიურად როგორც შეიძლება ითქვას სარმებზე. სარმებზეც იმიტომ რეპუტაცია გატეხილი, იმიტომ რომ სარმები ნორმალური ბევრს არც გაუსინჯია. ბევრი სისვავს ჩვეულებრივ სტედიკებს ან ჩვეულებრივ პროსტა სიცარიელეს თუ რა. აი ცვეთში გეუბნებით რომ მე სარმები მაქვს გასინჯული ცვეთში, მაქვს და აი ცვეთში ყოლა ჯიგროლოდ მუშაობს რა და ამიტომ ესეთი რაღაცა გარკვეული ვიდეო ჯონიზე, მოკლედ ჯონიზე კიდე სხვადასხვა საუნა მეთქვა. კი, გარასხმა დაუდგა ჩემმა ძმაკაცმა და პროსტა ის არის, ოქი, გარასხმს არ იდგავდა ჩხუბის წინ, ეგ არის კიდე პრიკოლი. და უზომოდ ეშინია ნემსისო რა. ანუ შესაბამისად იმ პეპელის გაკეთებაზე. და უზომოდ დუშკა ტიპიაო, ჯიგრიანი, აი ძალიან ჯიგრიანი, ძალიან პოზიტიური, ძალიან ისტორიანში და ძალიან მაგარი კაი კაცი მაგ პონჩი, ანუ ვაფშე არანაირად არ არის ეს აწეული და რაღაცა რა, ესე ბევრი რო მიკრო სპორტსმენები რო არიან, მე შესაბამისად რაღაც სახელი ქვია მაგას ვარსკვლავური დაავადება თუ რაღაცა, მოკლედ რომ აი რაღაც ხალხს რომ მე ერევათ და ხალხს ჩვეულებრივ მე დაყურებენ ესე ამ პარტაუნულად ზევიდან რა. ეგენი ვაფშე არ წინს, იმენა ჩვეულებრივ დუშკა ჯიგარი ბიჭი არის რა და იგივე როგორც შემიძლია თქვა მე შესაბამისად ხამზად ჩიმაევზე, მე მაგის მაგარი გულშემატკივარი ვარ პირადად ვიცნობ კაცსაც და ძალიან მაგარი კაცი არის მაგ კუთხით. ეგ არის ბიჭები, ესეთი გარკვეული ფაქტიურად ვიდეო, აი შუა ვარიანტშიაც ვიბაზრე ბევრი რაღაცა ნიუანსები. გაუზიარეთ მეგობრებს, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, ეგ ამოქვს თხოვნა რომ მაქსიმალურად რეპოსტები გააკეთეთ, რომ არა ეს ახლა ბევრი ნახვები და რაღაც აქ რეკლამებს და რაღაცებს ფაქტობრივად მე არ ვაკეთებ არანაირად და მინდა რომ მაქსიმალურად უბრალოდ ინფორმაცია გავაზიარო ისეთი, რაც არის რეალურად ექსკლუზიური და რაც ფაქტობრივად საქართველოში მეგონი არ ლაპარაკობს არავინ. გამოდიან ძალიან ბევრი ნორმალური სპორტსმენები, გაბერილები ძალიან მაგარ ჯანზე, მაგრამ ბუდავენ პროსტა ისეთ აი სისულელეს და ისეთ დონის სიბნელეს, რომ უბრალოდ მეზარება, რომ რამე დავაკომენტარო, უბრალოდ მეზარება რა. თორე თითქოს რაღაცა დებატების მუღამი მიჩნდება, რომ ვინმეს თქვა რაღაცა აი აუხსნა, რომ ეს არ არის რა, მაგრამ პროსტა მეზარება და მაქსიმალურად უფრო სილოფრო პოზიტივი გადმოგცეთ და არ ვარ თვითონ მე თვითონ აგრესორი ტიპი, არ მინდა რაღაცნაირად თქვა აი კამათი და ესეთი პონტები, მაგრამ ბევრი ვისაც აქვს დიდი ბიცეპსები და ესეთი დიდი კისერი და რაღაცეებს თვით აი ძალიან დაჯერებულად ბაზრობს, შეიძლება მან სიმართლე არ არის. იგივე სიტუაციას მოგმართავთ როგორც ჩემს კონტენტზე, ნებისმიერ ადამიანის კონტენტზე. მაინც ყველაფერი გადაამოწმეთ და უბრალოდ თქვენ თვითონ ვინც ცოტა თემაში ხართ და ვინც გარკვეული ხართ, მიხვდებით ვინც ლაპარაკობს რეალურად proof ინფორმაციას. მოკლედ ბიჭები, ყველა იყავით ჯანზე, ვისაც გინდათ ინდივიდუალურად დახმარება, პერფორმანსის გაუმჯობესება ნებისმიერ სპორტში, ან პროსტა ჯანზე მოსვლა, იცით როგორ მომძებნოთ ფაქტიურად, მუშაობ მე ონლაინ აქტიურად და ყველა welcome. ყველა იყავით ბიჭები ჯანზე, ყველათ ფაქტობრივად ვცდილობ რომ YouTube-ი სტაბილურად 5 დღეში, 7 დღეში ერთხელ YouTube-ს არ ვაგდებ. და შევეცდები რომ გავაგზავნო რა. ნახოთ იქნება ახლა მომავალში რაღაც ისეთი საინტერესო რამე რუბრიკაც შემოვიტანო, რამე ვინმე ჩვენ ჩემს ძმაკასთან ერთად რაღაცა ხომე მოკლე პოდკასტებით გადავიღოთ რაღაც თემის განხილვაზე რა. ნახოთ მოკლედ მომავალში როგორ იქნება ეს სიტუაცია რა. ყველა ჯანზე ყოფნა და ყველას დროებით. Adios.